მე დღეს ესეც აღარა მაქვს უკვე. პრაქტიკულად დარჩით შემოსავლის გარეშე. ნამდვილად არ ვიცი მე რა მეშველება და მესაჭიროება კიდე ოპერაცია, 5 ოპერაცია მაქვს გაკეთებული ფერხემალ. და პენსიიდან 100 ველარი გეკვითება? იმიტომ რომ მე წინასწარიც მქონდა. რამდენი წამლებისთვის გამომაქვს 18 თვის მქონდა. იმიტომ რომ საერთოდ აღარა ვარ. ამოვიდეს ბაზიდან თქვენი 100 გეკვითება. 100-ვე მეკვითება და ეგ ჩემთვის იყო ახლა ის ოპერაცია. როგორ არ მივედი მომიხსნეს დახმარება რომლის მეშვეობითაც ვიყავი მე და აი ყველანაირად მაგის იმედად ვიყავი, მაგრამ დღესდღეობით დავრჩი ასე ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. მჭირდება წამალი, მჭირდება ექიმი, მაგრამ ერთხელ მივედი და განცხადება დამაწერინეს, მეორედ მივედი და განაცხადი შემავსებინეს, მაგრამ არავინ არ მოსულა, არანაირი რეაგირება არ მომხდარა და ამიტომ უბრალოდ აი მიკვირს და როგორ ჩემნაირ ადამიანს და ძალიან ბევრია ჩემნაირ მდგომარეობაში და ესეთ ადამიანებს თუ არ მიაქციე ყურადღება, არ ვიცი. 100,000 ოჯახი ბატონმა სერგეენკომ და ბატონმა ღარიბაშვილმა აი ამ მდგომარეობაში ჩააგდო და რას ფიქრობენ მართლაც უნდა გაიმეტონ შიმშილისთვის და წყურვილისთვის უსახკარობისთვის ეს ოჯახები და მე მიმართავ სასტრაფოდ ბატონი სერგეენკო დაინტერესდეს ამ ოჯახით რომელსაც წაართვეს საარსებო შემწეობა შეუჩერეს სოციალური დახმარება და ასევე 100 ლარიანი პენსია რომელიც დანიშნულია ქალბატონ ნეკას როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ექვითება ვინაიდან ვალი ქონდა და წინასწარ ქონდა აღებული სოციალური დახმარება 18 თვის და ეხლა რახან შეუჩერეს ეს დახმარება პენსიიდან ექვითება და შემოსავლის გარეშე დარჩა და რეალურად არის თავისი ბედის ანაბარად და სირცხვილია ელემენტარულად როდესაც მილიარდელი ივანიშვილის პირობებში 120,000 ყველაზე გაჭირვებული ადამიანი დღეს გაიმეტეს შემშილისთვის